მოგესალმებით, ჩვენ ვაგრძელებთ ამოცანების განხილვას ყვაბერიძის მეხუთე თავიდან გეომეტრიის. ჩვენ დავამთავრეთ წინა ვიდეოებში მეხუთე თავის A კატეგორია, ახლა ვიწყებთ B კატეგორიის ამოცანებს. 5-24. რა არის ახლა მოცემულ პირობაში ყვანილი? აბა მოდი დავაკვირდეთ. ესე იგი, ეს ფიგურები ყველა კვადრატია. ეგ ვიცით, ანუ ეს ასე და შესაბამისად ეს გვერდიც იქნება მათი ტოლი. და ეს პატარაც სამი ხაზით აღნიშნოთ ასე, ხო? ესენიც ტოლია. ჩვენ ვიცით, რომ AF-ი არის 25. მოდი ვნახოთ ახლა სად არის AF-ი, ხო? AF-ი, ახლა ანუ თლიანად ეს ვიცით არის 25. კაცი არის 3, კაცი, აგერ არის კაცი. ხეთ? აგერ არის 3 და ME, აჰა, ME, აი თლიანად ეს არის 8. ჩვენ გვეკითხებიან კვადრატის გვერდებს. ხო, ახლა პრინციპში აქ ბევრი არ იწვალოთ ხოლმე, თუ ისევ ვერ დაინახეთ დასანახი, შემოიტანეთ ლათინური პატარა ასოები, ბუნებრივია გვერდები უნდა აღგვენიშნა, მაგრამ ახლა აქ არის სხვადასხვა სტრატეგია აღნიშნის. აი, თუ დააკვირდებით, დიდი კვადრატი იდეაში უკავშირდება დანარჩენ კიდურა კვადრატებს. აი, ნახეთ, თქვენ რო დიდი კვადრატის გვერდი აღგენიშნათ x-ით, ცხადია პატარა, აი მარცხენა კვადრატი არ იქნებოდა x-3? ნახეთ, ესეც ხო x-ია და ეს თუ 3-ია, ეს არ დარჩება x-3? კი, დარჩება. მერე, ანუ გამოდის, რომ ეს x-3, აი აქ, ეს x-ია, ხო, dp აქ. და დააკვირდით ანალოგიურად, აი ეს გვერდი არ გამოდის x-8? ანუ ეს აქ x-8 იქნება. იმიტომ რომ ეს 8 გამოაგდება აი ამ x, ანუ ეს თუ აღვნიშნებ x-ით, თავისთავად ესეც იქნებოდა x-ი. რა გამოვიდა? x-3 არის პირველი კვადრატის გვერდი, ორი კვადრატის გვერდი x-ი, მესამე კვადრატის გვერდი x-8 და მათი ჯამი გამოდის 25. აქედან 3x-ი გამოდის 11, 36, x-ი გამოდის 12. ანუ საშუალო უბრალოდ შუა კვადრატის გვერდი იქნებოდა 12, ასე. მერე პატარა კვადრატის გვერდი იქნებოდა 9, ცხენა და მარჯვენა კვადრატის გვერდი იქნებოდა 4. მოდი გადავამოწმოთ 5-34, კი, 12, 4. მგონია რომ დაალაგდა და მივხვდით არაფერი განსაკუთრებული. 5-35. ნახოთ რა უნდა. ესე იგი, თუ ამოზნექილი n-კუთხედის გვერდების რიცხვს გავაორმაგებთ, აი თქვათ ეს იყო რაღაცა n-კუთხედი, ხო? და თუ გავაორმაგებ, გამოვა 2n კუთხედი, ანუ 2n ცალი კუთხე ექნება. მისი დიაგონალების რიცხვი 30-ით გაიზრდება. ესე იგი, აი აქ მარჯვენა მრავალკუთხედში 30-ით მეტი დიაგონალი იქნება. ახლა რა შეიძლება აქ გამოვიყენოთ დაუპირისპიროთ ამოცანას, უცებ რაც მომდის გონებაში, აი პირველში რა იქნება დიაგონალების რაოდენობა. ჩვეულებრივად ფორმულა n-ჯერ n-3 შეფარდებული 2-თან. ჩვენ გვქონდა უკვე ამაზე საუბარი და რა იქნება მეორე შემთხვევაში, შესაბამისად 2n-ია გვერდების რაოდენობა და დიაგონალები იქნება 2n გამრავლებული 2n-3-ზე, ხო? და შეფარდებული 2-თან. და შესაბამისად ახლა ჩვენ ტოლობა მივიღოთ, მარჯვენა გამოსახულება 30-ით მეტი გამოდის, ხო? შესაბამისად მარცხენა გამოსახულებას n-ჯერ n-3 შეფარდებული 2-თან დავუმატებთ 30-ს და გავუტოლებთ 2n-ჯერ 2n-3.
შეფარდებული ოთხი. მე გარის ახლა პირველში რაც ვაფიქრდება, კი, კვადრატულ განტოლებამდე მიდის და შესაძლოა უფრო სასიამოვნო გზაც არსებობდეს, მაგრამ ახლა რომ ვკვირდები, რაც ასეთი ალგებრული მეთოდის მიღმა წმინდა გეომეტრიულ მომენტს ვერ ვხვდები, ვერ ვხედავ, რა შეიძლება ყოფილიყო აი ნახაზიდან გამომდინარე, ან შეიძლება გამოიკვეთოს თქვათ კანონზომიერება სამჯერ თუ გაზრდი, რაღაც კონკრეტული რიცხვით გაიზარდოს, ან რიცხვჯერ დიაგონალები 4ჯერ თუ გაზრდი გვერდების რაოდენობას და მსგავსი რაღაც შეიძლება გამოიკვეთოს რა. მაგრამ აღარ წავყვებით ახლა აქ სიღრმეებში და პირდაპირ დავწერეთ ეგ. აქ იქნება ორზე გამომრავლოთ ყველაფერი, ტოლობის მარცხენა მხარეც, ანუ აქ 2 შეიკვეცებოდა, აქ იქნებოდა 60, აქეთაც შეიკვეცებოდა ნიშნელი. გადავამრავლოთ n კვადრატს მინუს 3s პლუს 60, აქ არის 4n კვადრატს მინუს 6n. დავალაგოთ, მოდი მარცხენა მხარიდან მოვიტანოთ მარჯვნივ, 3n კვადრატი მინუს 3n მინუს 60, 3-ზე თუ შევკვეცთ, ვიღებთ ასეთ რაღაცას, მინუს 4 და 5 იქნება. ფესვები, შესაბამისად, გვერდების რაოდენობა 4 ვერ იქნებოდა და რჩება ერთი პასუხი. საწყისი n კუთხედი ყოფილა რა ფიგურა? 5 კუთხედი, ხო? და კითხვა რა იყო, ხო? ანუ იპოვეთ n-ი. პასუხი იყო, იქნებოდა, რომ n-ი არის 5. იგივეა, რომ მოგეწონებოდათ არ იყო ცუდი კერში ამოწრის. 36-მდე. მრავალკუთხედის 3 მეზობელი წვეროდან გავლებული დიაგონალების რაოდენობა 14-ია. აი დააკვირდით რა ხდება მეგობრებო, რაღაც 100 არის მრავალკუთხედი, ხო? გამოდი ავიღოთ 3 მეზობელი წვერო, პირველი, მეორე, მესამე. მათგან დიაგონალების საერთო რაოდენობა არის 14-ის ტოლი, აი სულ რამდენიც გაქვს. ახლა როგორ დავთვალოთ, ხო, დიაგონალების რაოდენობა? კი ბატონო, ვიცით რომ თითოეული მათგანიდან გაივლება n-3, n-3, n-3 დიაგონალი, ხო? ყველა წვეროდან და მათ შორის ამ 3 წვეროდან. მაგრამ ჩვენ რომ დავკრევთ ახლა აი რა დროს გვაქვს დაკრევის უფლება ასე პირდაპირ და გავუტოლოთ თქვათ 14-ს. ორიგინალური დიაგონალები უნდა იყოს. ანუ ერთი და იგივე დიაგონალი ამ სიაში არ უნდა მეორდებოდეს. აი მაგალითად ახლა ჩვენ პირველი წვერო რომ ავიღეთ და რომ ჩამოვწეროთ სია მისი დიაგონალები, სხვა რომელი დიაგონალები გაივლო აქედან, ხო, რაღაცა ასე. აქ ხო იქნებოდა ერთ-ერთი დიაგონალი 1, 2. აი მაგალითად პირველი შეერთებული 2-თან არა 3-თან, ხო? 1, 3-თან. და ანალოგიურად რომ იქნებოდა მესამე წვეროს დიაგონალების ჩამოწერილი სია რომ იქნებოდა რაღაცა, ხო? აქ ხო იქნებოდა ერთ-ერთი დიაგონალი 3, 1. ანუ ხო გამოდის რომ კონკრეტული ერთი დიაგონალი ერთ სიაშიც არის, მეორე სიაშიც არის. ანუ ამ ჯამში ერთი და იგივე დიაგონალი მეორდება, ვიცით. მაგრამ მეორდება კიდევ სხვა. თუ კარგად დააკვირდებით, არა. იმიტომ რომ მეორე წვეროდან გავლებული დიაგონალები აბსოლუტურად განსხვავებული იქნებოდა. იმიტომ მეორე წვეროს არც პირველთან, არც მესამე წვეროსთან დიაგონალი არ ჭირდება შესაერთებლად და სულ სხვა დიაგონალები იქნებოდა. შესაბამისად, გამოდის რომ პირველი წვეროდან გავლებული დიაგონალებს რომ დავთვლით ერთადერთი, რომელიც აი შეიძლება მოხდარიყო ან მეორე, ან მესამე დიაგონალების სიაში, ეს იყო თავად მესამესთან გავლებული დიაგონალი. ანუ იმის ხმამიდა რომ აი ეს n-3, n-3 და n-3 რომ დავკრიბებ, ამისთვის უნდა გამოგვეკლო მხოლოდ ერთიანი. ერთადერთი დიაგონალი იქნებოდა ის, რომელიც სიაში იქნებოდა შეტანილი და გამოდის რომ ერთხელ წავშლით ამ სიიდან. მეორე წვეროს დიაგონალები აბსოლუტურად ორიგინალური დიაგონალებია, სულ განსხვავებულია ამათგან და შესაბამისად დუბლირება არ მოხდებოდა. ანუ რა გამოდის? 3 ცალი n-3, მეგობრებო, ტოლი იქნებოდა 15-ის, ხო? იმიტომ რომ ერთიანიდან მოვიდოდა აქეთ დამატებით, n-3 აქ უდრის 5-ს და n უდრის 8-ს.
ანუ ეს ამბავი მოხდებოდა 8 კუთხედში. რას უკითხებიან, სულ რამდენი დიაგონალი აქვს ამ მრავალკუთხედს? კი ბატონო, დავთვალოთ ახლა. ფორმულა რა არის? n-ჯერ n-3 შეფარდებული 2-თან. ანუ 8-ს ჩავსვამით n-ის მაგივრად. 8-ჯერ 8-3 შეფარდებული 2-თან, ეს იკვეცება, ეგ არის 4, ეგ არის 5 და ანუ 4-ჯერ 5 20. პასუხი იქნებოდა სულ გაივლება 20 დიაგონალი. მგონია რომ ეგეც საკმაოდ სადად გავაკეთეთ და რა განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე. გავაგზავნოთ 37 ამოცანით. ამოსნექილი მრავალკუთხედის 3 კუთხე 100 გრადუსის ტოლია. ახლა ეგ სანამ ვიდეოს ჩავთავდეთ, ხო? ჩაწერას გადავავლე თვალი და ამ ამოცანაზე რომ დავფიქრდი. ერთი რამის ვერ მივხვდი ახლა აქ რა იგულისხმება 3 ცალ-ცალკე თუ 3 ერთად. წესით უნდა იგულისხმებოდეს 3 მრავალკუთხედი, აი ამოსნექილი მრავალკუთხედის 3 კუთხე 100 გრადუსის ტოლია. გონია რომ როცა ასე წერენ ქართულად გულისხმობს რომ 3 ვისჭამ, მაგრამ ნახეთ ახლა იგივე ლოგიკით მაშინ დანარჩენი კი 120, გამოდის რომ ყველა კუთხის ჯამი 220 გრადუსი უნდა იყოს და ასეთი მრავალკუთხედი არ არსებობს. იმიტომ რომ n კუთხედის შიგაკუთხედის ჯამი ხო 180-ჯერ n-2-ია და გამოდის რომ 180-ის ჯერადი უნდა იყოს ნებისმიერი n კუთხედის შიგაკუთხედის ჯამი. ალბათ, აქ ავტორი გულისხმობს, ანუ 3 კუთხის ჯამი კი არ იქნებოდა 100 გრადუსი. არა, აბა ცალ-ცალკე, ესე იგი ალფაც 100 გრადუსი იქნებოდა. მოდი კუთხე პირველს დავწერ. კუთხე პირველიც 100 გრადუსი იქნებოდა, კუთხე მეორეც 100 გრადუსი იქნებოდა, კუთხე მესამეც 100 გრადუსი იქნებოდა. და დანარჩენი კი 120, ანუ ხო და დანარჩენი 120, ნუ არ ვიცი ახლა რამდენი არის, მაგრამ 120 პირობითაა და 120, თქვათ მე 120 და ასე შემდეგ. ყველა იქნებოდა ასე გაგრძელდებოდა 120, 120, 120. ნუ ნახოთ რამდენი კუთხაა, ნუ ეს გვეკითხებიან, ხო? მოდი ახლა ასე მივდგეთ. გამოდის რომ, კი, ყველა კუთხის ჯამი სულ გრადუსები იქნებოდა 180-ჯერ n-2. მაგრამ ეს ჯამი ხო იდეაში ორ ნაწილად არის დაყოფილი. ერთი 100 გრადუსიანი კუთხეები, ანუ გვაქვს 300 გრადუსი, ხო, 3 ცალი. მოდი ასე ჩავშალოთ. 3-ჯერ 100. მაგრამ მეორე მხრივ დანარჩენი, ანუ სულ n ცალი კუთხე რო არის n-3 იქნება გამრავლებული რაზე? 120. ესე მგონია რომ ასე უნდა ეს უნდა ანუ 180-ჯერ n-2 უნდა გატოლებოდა 3-ჯერ 100 გამატებული n-3-ჯერ 120. ნუ იმედი აღვთებით რა შუაშია n-3, იმიტომ რომ 3 ცალი კუთხიდან დანარჩენი ნიშნავს n-ს უნდა გამოვაკლოს 3, ანუ ეს იქნება იმ დანარჩენების რაოდენობა. თითოეულ მათგანი ჩვენ ასე გავიგეთ ეს პირობა 120 უნდა იყოს, ნუ გავამრავლებთ 120. შეიძლება მუზე შეკვეცაც, მაგრამ აი იყოს გავხსნათ ჩხილი. აქ არის 300 პლუს 120 n მინუს 360. 360 აბათილებს 120 აქეთ გამოკლებით 180-ს გამოვაკდება იქნება 60 n უდრის 300 გრადუსს და n გამოვიდა რამდენი 300 გაიყოფოდა 60-ზე და 5. ნუ შეგვიძლია გადავამოწმოთ კიდეც 5 კუთხედის შიგაკუთხედის ჯამი 540-ია და 100, 100, 100 და 120, 120. ანუ 5 კუთხედი იქნება. კი ბატონო. ხო, მგონია უბრალოდ რაფინირება აქვს ამ პირობას. აი ამოსნექილი მრავალკუთხედის 3 კუთხე 100 გრადუსია, ასე ტირით რომ დაეწერა, კიდე კარგი იქნება.
38. საკუთხედის ერთ-ერთი კუთხე დანარჩენი კუთხეების საშუალო არითმეტიკული სტოლი. ანუ წარმოვიდგინოთ ესე გვაქვს კუთხე პირველი, კუთხე მეორე, კუთხე მესამე და ასე შემდეგ, ანუ სულ 9 კუთხე ხო გვაქვს და აი 8 კუთხის საშუალო არითმეტიკული გამოდის, ანუ 8-ზე გავყოთ თავად მე-9 კუთხე. აი ასე, ხო? გამოდის ასე. 9 კუთხის ერთ-ერთი კუთხე დანარჩენი კუთხეების საშუალო არითმეტიკული, ანუ სულ მხოლოდ 9 კუთხედი გვაქვს და დანარჩენი 8 რომ შეკრიბოთ და გავყოთ 8-ზე ან მათი საშუალო არითმეტიკული არის მე-9 კუთხე. ახლა რა შეგვიძლია ჩვენ აი გადაწყვეტით თქვა, რადგანაც 9 კუთხედია, სულ კუთხეების ჯამი იქნებოდა 180 ჯერ 9 - 2. ანუ იდეაში 180 ჯერ 7. დავტოვოთ ეს იყოს ასე. მაგრამ ახლა დააკვირდით, ეს რა გამოდის ეს ჯამი? ანუ მე თუ ამას აღვნიშნავ იდეაში რაღაც ალფა გრადუსით მე-9 კუთხეს. მაშინ პირველი 8 კუთხის ჯამი არ გამოდის 8 ალფა? ხო, რა თქმა უნდა 8 გადავიდო და გამრავლებთ, ანუ გამოდის 8 ალფა. ანუ მაშინ ყველა კუთხე ერთად თავის მე-9 კუთხის ჩათვლიანად ეს არ გამოდის აი ეს 9 ალფა? კი, გამოდის, იმიტომ რომ პირველი 8 კუთხის ჯამი 8 ალფაა და მე-9 კუთხეს დამატება 9 ალფა იქნება. მაშინ ავდგეთ და დავწეროთ, ანუ 9 ალფა უდრის 180 ჯერ 7 და აქედან ალფა რა გამოდის? 180 გრადუსი. მედია დაწვრილებით შევძელი გადმომეცა ახლა ეგ და კითხვის ნიშნებს არ დაგიტოვებთ მოსმენი. 39. ოთხკუთხედის ორი გვერდის სიგრძე 2 და 8 არის. ვიღოთ რაიმე ოთხკუთხედი და ვიცით რომ აი 2 და 8 არის ოთხკუთხედის ორი გვერდი. ხო, ახლა ერთი მომენტია. პრინციპში აქ 2a და b შემთხვევა თავიდანვე უნდა განვიხილოთ ალბათ, იმიტომ რომ ეს ოთხკუთხედი არის მიმდებარე გვერდებია თუ მოპირდაპირე. ანუ მიმდებარე თუ მოპირდაპირე. ერთ-ერთი დიაგონალი, რომლის სიგრძე 4-ია, ყოფს ამ ოთხკუთხედს ორ ტოლფერდა და სამკუთხედა. ესე იგი, რა ხდება ოქროები? ანუ რომელ დიაგონალზე უნდა იყოს საუბარი ახლა? აქაც ორი შემთხვევაა, ხო, პრინციპში. ჩვენ ამ დიაგონალს გავავლევთ თუ პირიქით ამ დიაგონალს გავავლევთ. აი თუ დააკვირდები, ეს დიაგონალი რომ გავავლოთ, შეიძლება ისე. იმიტომ რომ ორ ტოლფერდა და სამკუთხედა რომ ყოფს, ვიცით ერთ-ერთის დიაგონალი, ხო, რომლის სიგრძეა 4, ოდიშ გეცვცოდნია. იმიტომ რომ ეგ რო არ ვცოდნოდა, აქ კიდე ქვეშ შემთხვევები იქნებოდა, აი ეგ რო ყოფილიყო 2, ну, უბრალოდ სამკუთხედის უტოლობა დაერღვევდა, მაგრამ რო არ ყოფილიყო უკვე ხო იქნებოდა ტოლფერდა, ანუ ტოლფერდობა შეგეძლო გვექცია თავად ამ ფერდით. და შესაბამისად, ახლა როცა ვიცით რომ ეგ უკვე 4-ია, ახეთ ერთ-ერთი დიაგონალი რომლის სიგრძე 4-ია, ყოფს ამ ოთხკუთხედს ორ ტოლფერდა და სამკუთხედად. ეს 4 არის უკვე ხო ვეღარ გაყოფდა ორ ტოლფერდა და სამკუთხედად აღნიშნულ ოთხკუთხედს. საერთოდ ასეთი სამკუთხედი ვერც მიიღება 2 და 4-ის ჯამი არ აღემატება 8-ს. აი თავიდან რომ მოყვეთ ახლა ამოცანას რა ხდება. ესე იგი ჩვენ ვიცით ოთხკუთხედის ორი გვერდი. და ვიცით რომ დიაგონალია გავლებული. და ვიცით ამ დიაგონალის ამ გვერდების სიგრძეები და ვიცით რომ ეს დიაგონალი ორ ტოლფერდა და სამკუთხედად ყოფს მოცემულ ოთხკუთხედს და ну, რაღაცა კითხვა არის მე დასული, უნდა ვიპოვოთ ოთხკუთხედის პერიმეტრი. თუმცა თავიდანვე ჩვენ ვართ დილემის წინაშე. რა დილემის წინაშე? რომელი დიაგონალია გავლებული და რომელ ორ გვერდზეა საუბარი. ახლა აქ ყოველი ორი წყვილის განხილვა გვერდებიდან არ გვინდა, უნდა განგვეხილა ორად ორი შემთხვევა,
როცა მეზობელი იქნებოდნენ ეს ორის და ორის ტოლი გვერდები და როცა მოპირდაპირე. ახლა დააკვირდით, თუ მეზობელია ეს გვერდები, მაშინ უბრალოდ აი ის მოცეული დიაგონალი, რომლის სიგრძე 4 იყო, აი ეგ ვერ იქნებოდა. თუ მაინც და მაინც ის იქნებოდა აი აღნიშნული დიაგონალი, აი აქ გაიგებოდა. მაგრამ რომ გავაგრძელოთ ახლა ეს მსჯელობა, ჩვენ ვიცით, რომ ტოლფერდა სამკუთხედი უნდა მიგვიყო, ორი ტოლფერდა სამკუთხედი და რა იქნებოდა აქ ტოლი გვერდები? აი ზედა რომ იყოს ტოლფერდა სამკუთხედი, ან ეს უნდა იყოს 4, ან ეს უნდა იყოს 2. მაგრამ 2 ვერ იქნება, რომ სამკუთხედის უტოლობა დაირღვევა. ეს 2 არის, ეს 2 არის, ხო არა, მეტი 4-ზე. ანუ შესაბამისად, ეს უნდა ყოფილიყო 4 და ანალოგიური მსჯელობით, აი ქვედა სამკუთხედი რომ ტოლფერდა გამოსულიყო, ეს უნდა ყოფილიყო 8. ხო, ამიტომ 4-იანი რო ყოფილიყო ეგ, სამკუთხედის უტოლობა დაირღვეოდა 4-ის და 4-ის ჯამი 8-ს არ აღებადნენ. პრინციპში დავთვალოთ ეს შემთხვევა. მეტი აქ არ არის, აი პერიმეტრი გამოდის 2 პლუს 4 პლუს 8 პლუს 8. შესაბამისად ეს რა 20. მაგრამ რაც შეეხება აი ამ შემთხვევას, აქ ახლა დიაგონალი თუ იქნებოდა ასე, რომელიც 4-ის ტოლია, მაშინ ეს პირველი შემთხვევა იყოს და მაშინ ანალოგიურად ზედამშრომლობს აი ამ სამკუთხედში ეს უნდა ყოფილიყო 4-იანი, 2 ვერ იქნებოდა სამკუთხედის უტოლობა დაირღვეოდა და ქვემოთაც ანალოგიურად ქვედა სამკუთხედში ეს უნდა ყოფილიყო 8-იანი. და პერიმეტრი შესაბამისად გამოვიდოდა ისევ იგივე. ისა ნახოთ აი ამას კიდევ მეორე შემთხვევა რომ გავხილოთ. ანუ ეს 2 და 8 ხო არის? მოპირდაპირე გვერდები ვიცოდით და რომ ყოფილიყო საუბარი მათ შორის გავლებულ დიაგონალზე, აი ეს 4-ია. ანალოგიურად ახლა აქაც ვიმსჯელებდით და აღმოაჩენდით, რომ ეს უნდა ყოფილიყო 8, ეს უნდა ყოფილიყო 4, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ვერ მივიღებდით სწორ ფიგურას რა. და აქაც იგივე იქნებოდა პერიმეტრი, იქნებოდა 2 პლუს 8 პლუს 4 პლუს 8. კი არის რამდენიმე შემთხვევა, მაგრამ გულამის არის, რომ ყველა შემთხვევა დადის ერთ სიტუაციამდე, სადაც პასუხი ყველგან არის 20. კარგი. მოდი ნახოთ ახლა მე-40 ამოცანა. რას გთხოვენ? ABCD 4-კუთხედის პერიმეტრი ვიცით. ანუ რაღაც 4-კუთხედია მოცეული ასე, ну არც პარალელოგრამი, არც ტრაპეცია, თუ ჩვენ ზოგადად ავიღოთ ABCD. ესე იგი პერიმეტრი ამ ABCD-ს არის 87. ABD და BCD სამკუთხედის პერიმეტრი, ამ პერიმეტრი ABD-ს არის 79 და პერიმეტრი BCD-ს არის 72. ABD, აჰა. მოსია საუბარი და BCD. ანუ ამის პერიმეტრი ვიცოდით იყო 79, ამის პერიმეტრი იყო 72. გვეკითხებოდნენ ჩვენ აქ BD გვერდის სიგრძეს, ხო? ну ზუსტად ასეთი ჩვენ გავაკეთეთ სამკუთხედებში. რა ვქენთ? შემოვაგოთ ლათინური პატარა ასოები A, B, C, D. ჩავწეროთ გაშლის სახით რა გამოდის დიდი ფიგურის პერიმეტრი A+, B+, C+, D. რა გამოდის ABD სამკუთხედის პერიმეტრი ABD-ს ეს არის A+, B+, X. რა გამოდის CBD-ს ეს არის C+, B+, X. და ასე თუ ადგებით და ამას დაკრებთ, თქვენ გამოვა რომ A+, B+, პატარებს თუ დაკრებთ და დიდ შეადარებთ, ხო?
პლუსი უდრის 79 დამატებული 72, ანუ 151. მაგრამ ეს ხო ვიცი, ჩვენ არის 87 უკვე, ხო? აი, პირველი უდოლობიდან. და შესაბამისად 2x ტოლი იქნებოდა ზოგი შეგვიძლია ამოვადებდით თვალს. ეს დაჯავა 71, 151 გამოკლებული 87 რამდენი არის ეს? 87, ანუ 64, ხო? 64 და x-ი გამოდის 32. კარგი. მოდი, დავაკვირდეთ 41-ს. მიფიქრება 41-ის. მიცედე, ანუ უკაცრავად ABC მახვილკუთხა სამკუთხედის, აღებულია მახვილკუთხა სამკუთხედის, საერთოდ მახვილკუთხა სამკუთხედს მიიღებენ სიმაღლების ის გამო არის ხოლმე დაკონკრეტებული სიმაღლების შიგნით გავავლოთ. ბედაც ეწროდან გავლებულ სიმაღლებს შორის ერთ-ერთი კუთხე 130 გრადუსია, ანუ გავავლეთ ბეწროდან სიმაღლე, გავავლეთ C-წეროდან სიმაღლე, ნუ ორივე სიმაღლე შიგნით ხდება, ხო, ასე. და გვეკითხებიან, ხო, ერთ-ერთი კუთხე კვეთაში 130 გრადუსია, ეს გავს 130 გრადუსს, ხო? იპოვეთ აკუთხე. ახლა ვიდეოში ჩვენ ეს გავლილი თემა გვაქვს და ვიცით, რომ სიმაღლეებს შორის კუთხე ორი წორიდან გავლებულ სიმაღლეებს შორის კუთხე ტოლია სამკუთხედის მესამე წორასთან მდებარე კუთხის და პირდაპირ შეგვეძლო 130 გრადუსი დაგვეწერა აქ. მაგრამ ავტორს ახლა რა ინსპირაციით აქვს ეს ამოცანა მოტანილი, რომ ჩვენ ავდგეთ და გადავაფასოთ ის ძველი ცოდნა ერთგვარად, რომ აღარ გინდათ რაღაცა მასე შეხედვა, პირდაპირ შეხედეთ ამას როგორც ოთხკუთხედს. და მაშინ რა გამოდის? მოპირდაპირე კუთხეების ჯამი თუ 180 გრადუსია, დანარჩენი ორი კუთხის ჯამიც, ანუ 130 გრადუს დამატებული კითხვის ნიშანიც 180 იქნება, იმიტომ რომ ნებისმიერ ოთხკუთხედში შიგა კუთხეების ჯამი 360 გრადუსია და ორმა კუთხემ თუ 180 წაიღო, დანარჩენი ორი 180 წაიღოს. და შესაბამისად კითხვის ნიშანი იქნებოდა 50 გრადუსი. 42 ამოცანა. ეგ საინტერესო ამოცანაა. ABC-დი ოთხკუთხედში, ავიღოთ რაიმე ზოგადად. ABC-დი ოთხკუთხედი A, B, C, D. A და B კუთხების ბისექტრისები ეწეთში იკვეთება. გავავლით ასე, კუთხის ბისექტრისა და B კუთხის ბისექტრისა, ხო? აი ასე. და ის გამოდგა ეწერტილი. მერე იპოვეთ, ხო, F-ი კი არის C და D კუთხეების, აქედანაც გავავლოთ ბისექტრისა. ასე. და D-დანაც გავავლოთ ბისექტრისა, ხო? ანუ ეს მოდი კლაკნილი იყოს რაღაცა ასე და ასე. ეს ტოლია. და ეს არის ეწერო, თქვათ, ხო? F წერო უბრალოდ. F. ვიცით რომ უბრალოდ გვეკითხებიან კუთხე AEB და კუთხე CFD, აი, მოდი წითლად გავავსახოთ აღნიშნული კუთხე, რომელსაც ახლა წერთ, აი B კუთხე, აი ეს კუთხეა და CFD კუთხე არის ეს კუთხე, ხო? ამათი ჯამი უნდათ.
CFD. ამათი ჯამი აინტერესებთ. კარგი ბატონო. ნუ რა შეიძლება მოგვაფიქრდეს ახლა და თქვათ აქ, მაგრამ დააკვირდით ერთ პატარა გარემოებას. ბისექტრისებით მიღებული კუთხე რომ არის, ეს რა კუთხე გამოდის? ეს ფაქტობრივად ხომ გამოდის, რომ 180 გრადუსს გამოაკლო კუთხე A-ს ნახევარი და კუთხე B-ს ნახევარი, ხო? აი ამ სამკუთხედიდან, AB სამკუთხედიდან კუთხე A რაც იყო და კუთხე B რაც იყო, მათი ნახევრები გამოდის, აი ესენი, ხო? ერთხაზიანი და ორხაზიანი კუთხეები და ამ სამკუთხედში 180 გრადუსს უნდა გამოაკლო, აი ამათი ჯამი რომ მიიღო კუთხე AB. ანალოგიურად CFD სამკუთხედში რა ხდება? 180 გრადუსს უნდა გამოვაკლოთ კუთხე C-ს და კუთხე D-ს ნახევარი, ხო? კუთხე C მეორეც პლუს კუთხე D მეორეთი. ასეთი ამბავი. კი, ხო, გასაგებია, კი, მაგრამ მე რა და აი ჩვენ ხო ამათ ჯავს ვთხოვდნენ ასე. და რა გამოდის ეს ხო გამოდის 360 გრადუსს გამოკლებული და ეგ რა არის? მთლიანად ეს არის გამოდის კუთხე A-ს, კუთხე B-ს, კუთხე C-ს, კუთხე D-ს ნახევარი. კი, გამოდის. და შესაბამისად ეს ხო ოთხკუთხედია ნებისმიერ ოთხკუთხედში გაკუთხების ჯამი 360 გრადუსია, ეს ხო 360 იქნებოდა. გაიყოფოდა ორზე და გამოვიდოდა 360 მინუს 180, ანუ 180 გრადუსი. შეიძლება პრინციპში ეგ ახლა ცოტა ინტუიციურადაც ამოგეხსნათ, ალბათ ვიტყოდით ზოგიერთი თქვენგანი ესე პირადაც რომ ასე იქნებოდა, მაგრამ ნუ დასაბუთებით ფორმალურად ასეა. რა სიტყვას 5.53. ეგ 5.53. პარალელოგრამში B და D კუთხების ბისექტრისები, ხო, ახლა ხედავთ, აი გავლებულია კიდეც B და D კუთხის ბისექტრისები. AC დიაგონალს კვეთენ K და L წერტილებში. კი ბატონო. მაშინ BKDL ოთხკუთხედი რას წარმოადგენს და მოდი გამზადებულია ნახაზის და ჩვენც ახლა ეგერ გამოვიყენოთ ეს საჩუქარი, აი შევაერთოთ B თან შევაერთოთ A D-სთან და მოდით ყველანი ერთად დავფიქრდეთ რა ფიგურა არის აი ეს შიგთავსი, ხო? და გავამქოთ კიდეც ასე ცოტა შევაფერადოთ, ხო? აი ეს BKDL. მოდი ხილიანად ესე გავაფერადოთ. პარალელოგრამს ზაგავს, ხო, თვალით, მაგრამ შეიძლება კონკრეტული პარალელოგრამი იყოს, ან უბრალოდ პარალელოგრამი კი არა. უკვე თქვათ, იყოს რომბი, სხვა რამე. კვადრატს ახლა ეს არ გავს, მაგრამ მაინც. მოდი მოვნიშნოთ ახლა აქ რამე ტოლი თუ არის. არ დაგვაწყდეს რა არის მოცემული, ხო? ესე იგი, B პარალელოგრამში B და D კუთხების ბისექტრისები AC დიაგონალს კვეთენ, ანუ თავიდან მოცემული იყო ეს B-ელი მე გავავლე, ხო? და BK იყო და DK იყო ბისექტრისი, ანუ ეს აი ამ კუთხის ტოლი იყო, ხო? აი აქ. და D-ლიც ანალოგიურად აი ეს ახლა თუ გავაკვირდით ზემოთაც და ქვემოთაც ერთი და იგივე რაოდენობის რკალებით გამოყავი კუთხეები, იმიტომ რომ კუთხე B ხომ უდრის კუთხე D-ს პარალელოგრამში მოპირდაპირე კუთხეები ერთმანეთის ტოლია და შესაბამისად ბისექტრისებით მიღებული კუთხეებიც ხო ტოლი იქნებოდა. კარგი. რა ვიცით ახლა ამ შემთხვევაში ჩვენ? დააკვირდით, მეგობრებო?
სამკუთხედები რომ ნახოთ, აი ეს სამკუთხედი, აი აქ და აი ეს სამკუთხედი არ იქნებოდა ერთმანეთის ტოლი? აბა მოდი დავწუნდეთ ახლა რატო არიან ტოლები. იმიტომ რომ უკვე თითო კუთხე ტოლი აქვს, ხო? დააკვირდით ახლა ეს კუთხე ამის შიგაჯვარედინად მდებარე კუთხეა და პარალელოგრამის მოპირდაპირე გვერდები ერთმანეთის ტოლია. შესაბამისად გამოდის, რომ ცხადია სამკუთხედი BKAB უდრის A-დან რო დავიწყოთ AKB, C-დან უნდა დავიწყოთ, იმიტომ აკუთხე უდრის C-კუთხეს, ხო? CLD-ს. სამკუთხედი CLD-ს. შესაბამისად გამოდის, რომ შესაბამის გვერდების ტოლია, ანუ BK ტოლი იქნებოდა LD-ს. ძალიან კარგი. და ამად გარდა კიდევ რა ხდება? აი ეს კუთხეც ხო, აი ამ კუთხის ტოლია. კი, იქნებოდა. მაშინ ხო გამოდის, რომ აი ეს კუთხე აქ, აი ამ კუთხის ტოლი იქნება, იმიტომ რომ მოსაზღვრე კუთხეებია. ახლა დააკვირდით რა გამოგვივიდა ჩვენ, რომ გვაქვს მიღებული აი ეს 4 კუთხედი, ხო? დააკვირდით. აქ B A L D. გამოგვიდა, რომ LD უდრის BK-ს და თან არიან ერთმანეთის პარალელური. კი ბატონო. რატო არიან პარალელური? იმიტომ რომ აი ასე ეს კუთხე თუ უდრის ამ კუთხეს, გამოდის, რომ შიგაჯვარედინად მდებარე კუთხეები ტოლია და LD პარალელურია BK-ს. მაშინ მეგობრებო, აღნიშნული ფიგურა აუცილებლად პარალელოგრამი არის უკვე. ხო, პარალელოგრამი არის. ტრაპეცია გამორიცხულია, თუ პარალელოგრამია, ტრაპეცია ვერ იქნება, ეს ორი ფიგურა ერთმანეთს გამორიცხავს. მაგრამ ახლა საინტერესოა, რომბი ან კვადრატით თუ შეიძლება რომ იყოს. მაგრამ მაშინ მეგობრებო, გამოვიდოდა, რომ ორი პასუხი იქნებოდა სწორი, იმიტომ თუ რომბია, პარალელოგრამიც ხო არის. რომბი ხო პარალელოგრამის კერძო შემთხვევაა და ახლა ტექნიკურად თუ მხოლოდ ერთი პასუხი უნდა იყოს სწორი, შეგიძლიათ ტესტზე თუ მოგივიდათ ეს დრო აღარ დახარჯოთ, პარალელოგრამი თუ უკვე არის და ერთადერთი პასუხი უნდა მიუთითოთ, თავისთავად რომბი აღარ იქნება. იმიტომ რომბი რომ იყოს, მაშინ პარალელოგრამიც ყოფილა. მაგრამ აი, ახლა დავფიქრეთ, შეიძლებოდა თუ არა რომ რომბი ყოფილიყო. ალბათ გააჩნია კერძო შემთხვევაში შეიძლება იყოს, შეიძლება არც გამოვიდეს, იმიტომ რომ რომბი როგორ გამოვა? ნახეთ, რომბი რომ იყოს იდეაში, A-ელი ხომ უნდა იყოს ბისექტრისა. ხო, რომბის. ბისექტრისა თუ იქნებოდა ეს კუთხეც ხო, აი ამ კუთხის ტოლი იქნებოდა. ხო გამოვიდოდა მაშინ ეს კუთხეები ერთმანეთის ტოლი უნდა ყოფილიყო. მაშინ გამოვიდოდა, რომ ეს კუთხე გინდა თუ არა ამის ტოლი ყოფილიყო. აი, არ უნდა ახლა ამას ბევრი დროის ხარჯვა. ცხადია პრინციპში, რომ არ არის სავალდებულო BL მონაკვეთი ტოლი იყოს BK-სი. მაინც ინტერესი მქონს ახლა რა დრო შეიძლება იყოს ტოლი, მაგრამ სავალდებულო არ არის ტოლი იყოს. შესაბამისად, გამოდის, რომ არც ის არის სავალდებულო აღნიშნული ფიგურა იყოს რომბი. მაგრამ ვერც ის უამყარი, რომ კერძო შემთხვევაში შეიძლება რომბიც გამოვიდეს, შეიძლება. გაიგეთ, გამოვიწყოთ, რომ შეიძლება რაღაც შემთხვევაში რომბიც იყოს. თქვენ თუ დაგაინტერესებთ აღნიშნული საკითხი, შეგიძლია განიხილოთ, დაახატოთ, გასკნათ, ნახოთ, რომბი რა დროს გამოდის და გვიდეთ, რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს თავიდან მოცემული პარალელოგრამი, რომ ეს ფიგურა ყოფილიყო რომბი. დავიდეთ ახლა
44-ზე. ABC პარალელოგრამში დიაგონალების გადაკვეთის წერტილზე გავლებული წრფე BC და AD გვერდებიდან არის, მოდი ავიღოთ ჩვენ ახლა პარალელოგრამი, ასე. იძოთ ასოები A, B, C, D. დიაგონალი. დღეს დიაგონალების გადაკვეთის წერტილზეა საუბარი, მოდი გავავლოთ მეორე დიაგონალიც. არ დაგვაუწყდეს პარალელოგრამის უმთავრესი თვისება, რომ დიაგონალების გადაკვეთის წერტილით დიაგონალები პარალელოგრამში, ხო, დიაგონალები გადაკვეთის წერტილით შუაზე იყოფიან. ახლა რა ხდება? ABC პარალელოგრამში დიაგონალების გადაკვეთის წერტილზე გავლებული წრფე BC და AD გვერდს. BC და AD გვერდს, ხო? ანუ რაღაც ასე იყო წრფე გავლებული, რაღაც ასე, რომელიც BC გვერდს კვეთდა წერტილში, ხოლო AD გვერდს კვეთდა F წერტილში. და ვიცოდით, რომ BE იყო 2 სტოლი, აი ასე, BE არის 2 და AF არის 2.8. AF 2.8. იპოვეთ პარალელოგრამის პერიმეტრი. თუ ვიცით, რომ AB არის 2.5. აი, ახლა, როდესაც პარალელური წრფებია, გადაკვეთა, ჩვენ ადრე ხონდა მეორე თავში საუბარი. ეგრევე შიგაჯო ადნად სამყაროდებარე კუთხეები ხო იკვეთება, ეგრევე რა. და შესაბამისად, ახლა თქვენ იჭვის დონეზე რას უნდა ხედავთ, იცით? აი, ტოლის სამკუთხედები ხო არ მიიღეთ. მოდი ნახოთ ახლა, ეს კუთხე ხო ამ კუთხის ტოლია რა. იმიტომ რომ, BC AD-ს პარალელური არის, BD მკვეთია. ეგ აპრიორში. ეს EF წრფეზე სულაც არ არის დამოკიდებული, მაგრამ EF წრფეზე რო ვილაპარაკოთ, ახლა ეს კუთხე ხო უკვე ამის ტოლია. კი, რა თქმა უნდა. და ეს ხო ვერტიკალური კუთხეებია და ესენი სადაც ვიცი რომ ერთმანეთის ტოლია. კი, ანუ სამივე კუთხე ხო ტოლი აქვს ამ სამკუთხედებს და თან დიაგონალები გადაკვეთის წერტილით შუაზე იყოფიან, ანუ B, მოდი დავაწეროთ ამას, აი მე ასე ვთქვათ, BO ხო OD-ს ტოლია. კი. ანუ გამოდის, რომ სამკუთხედი BEO ტოლია სამკუთხედი DF ოსი, ხო? BEO DF ოსი. კი. მაშინ შესაბამისი გვერდების ტოლია და აქ სამხაზი არის მოპირდაპირე 2, ტოლი იქნებოდა აქაც სამხაზი არის მოპირდაპირე 2. კი. მაშინ AD-ური ყოფილა ცოდნი არის 4.8. რა თქმა უნდა. და რა გამოვიდოდა პერიმეტრი? 2.5 დავუმატებდით 4.8-ს, აქეთაც არის 2.5, ეგეც იქნებოდა 4.8, ანუ ამას გავამრავლებდით 2-ზე. აქ გამოდის 7.3-ია, ხო, თუ არ ვწდები შიგნით, ჯამი და 2-ზე რომ გამრავლებოდა, იქნებოდა 14.6. 45 ნომერს დავაკვირდეთ ახლა. ABCD 4 კუთხედში AB და CD ერთმანეთის ტოლია. კაი, მოდი ავიღოთ რაღაც ასე. ABCD. AB CD-ს პარალელურია ჩვენს ნახაზეც გვანა, ხო, პარალელურებს AB და CD. AB პარალელურია CD-ს. და თან AB უდრის CD-ს. აი, როგორც კი 4 კუთხედში დაინახავთ, მეგობრებო, რომ მოპირდაპირე გვერდები აი თან ტოლია, აი ეს ტოლია და თან ერთმანეთის პარალელურია. ეგრევე ფიგურა არის პარალელური. ეგრევე. მოდი დავამტკიცოთ. რატო არის პარალელოგრამი? გავავლეთ ნებისმიერი დიაგონალი. რა გამოდის? გამოდის, რომ თუ AB CD-ს პარალელურია, ეს ხო შიგაჯვარდინად მდებარე კუთხეებია, ანუ ტოლი ერთმანეთის. ეს გვერდი ხო საერთოა? კი. მაშინ გამოდის, რომ აი ეს სამკუთხედი ტოლია ქვედა სამკუთხედის და შესაბამის გვერდებიც ხო ტოლი იქნებოდა, ანუ ეს
ერთხაზიანი რკალის მოპირდაპირე გვერდი, ტოლი იქნებოდა ქვედა სამკუთხედში ერთხაზიანი რკალის მოპირდაპირე გვერდის. ანუ გამოდის, რომ და მივიღეთ ოთხკუთხედი, რომლის მოპირდაპირე გვერდები არა მხოლოდ ერთი წყვილი, არამედ მეორე წყვილიც ტოლია ერთმანეთის და ეგ არის უკვე პარალელოგრამობის ნიშანი. შესაბამისად, ეს კუთხე ხო ამ კუთხის ტოლია, ანდა ხო პირდაპირ ვიტყოდით ეს კუთხე ამ კუთხის ტოლია, BC-ც AD-ს პარალელურია. და გამოდიოდა, რომ ორივე წყვილი გვერდების თუ პარალელურია, მაშინ მიცემული ოთხკუთხედი პარალელოგრამი ყოფილა. კარგი, აი ეგ საერთოდ პარალელოგრამობის ხუთი ნიშანი გვაქვს, მეგობრებო. ანუ აი პარალელოგრამის პარალელოგრამობის ნიშნები. რა არის პირველი ნიშანი? თუ რაღაც ოთხკუთხედში აღმოჩნდა, რომ მოპირდაპირე გვერდები, აი ორივე წყვილი ტოლია, მაშინ ფიგურა პარალელოგრამია. თუ აღმოჩნდა, რომ რაღაც ოთხკუთხედში მოპირდაპირე კუთხეების ორივე წყვილი ასე ტოლია, მოპირდაპირე კუთხეები, ეგეც პარალელოგრამია. თუ აღმოჩნდა, მეგობრებო, რომ აქ გვერდებთან, ოთხივე გვერდთან 180-180-180 გამოდის კუთხეების ჯამი, ანუ ესეც 180-ია, ეგეც 180-ია, ანუ გამოდის რომ ფაქტობრივად ეს ალფაა, ხო? ნუ ესეც 180-ია, ნუ საკმარისია ორ გვერდთან მდებარე კუთხეების ჯამი იყოს მეზობელ გვერდებთან 180. მაშინ ეგეც პარალელოგრამი იქნება. ან თუ აღმოჩნდა, რომ რაიმე ოთხკუთხედში დიაგონალები შუაზე იყოფიან, ხო, გადაკვეთის წერტილით, ეგეც ნიშნავს, რომ პარალელოგრამია მოცემული ფიგურა და ეგ არის თვითონ მეხუთე თვისება, რაც ახლა ჩვენ თქვით, მეხუთე ნიშანი, თუ რომელიმე ორი გვერდი ოთხკუთხედის არ არის სავალდებულო, რომ ორივე წყვილ გვერდებზე ქონდეთ ინფორმაცია, ერთი წყვილი მოპირდაპირე გვერდების არის თან ტოლი და თან პარალელური, ფიგურა პარალელოგრამია. ეს რა უნდა ამას? ეს იყო 6. BC გვერდი AB გვერდზე 4-12-ია. BC გვერდი თუ AB გვერდზე 4-12-ია, ეს ხო 10 იქნება. ხო, აჩვენეთ უკვე რომ ფიგურა პარალელოგრამი, ანუ ეს 6-ია, ეს 10-ია. შესაბამისად, მისი პერიმეტრი რა იქნებოდა? x + 10 + x + 10. ანუ 32 იქნებოდა აღნიშნული ფიგურის პერიმეტრი. 46. პარალელოგრამის ბლაგი კუთხის სწოროდან გავლებულ სიმაღლეებს შორის კუთხე 70 გრადუსია. ხო, მოდი აქ პარემ ერთი ფაქტი აღნიშნოთ ჩვენ, რომ რა ხდება, ნუ რა არის ერთი პარალელოგრამის სიმაღლე. მე გითხარით, რომ ძირითადად რაღაც კონცეფციებთან ერთად, რაც თუნდაც პარალელოგრამის ნიშანი ძირითადია, რაღაცებით შევავსებთ ჩვენ პატარა თეორიული მონახაზით, უფრო კომფორტულს გახდის მოცემულ თავზე მუშაობას, ხო, თავიდანვე ვთქვით. რა არის სამკუთხედის სიმაღლე, თქვენ იცით, წვეროდან მოპირდაპირე გვერდზე დაშვებული მართობით. რა არის პარალელოგრამის სიმაღლე? აი, ბეწვეროდან რომ განვიხილოთ ახლა სიმაღლე რას ნიშნავს? ეს ნიშნავს, აი, ამ ბეწვეროს B კუთხის დგენები, რომელიც არის, აი, სხვა დანარჩენ გვერდებზე თუ გავავლებ მართობებს, ანუ D-ზე და თუ გავავლებთ მართობს CD-ზე, ნუ ეს იქნებოდა ზუსტად სიმაღლეები. ანუ გამოდის, რომ პარალელოგრამის ნებისმიერი წვეროდან გაივლება, მეგობრებო, ორი სიმაღლე. ახლა ალბათ აქ ხვდებით, რომ დედანაც რომ გავავლოს სიმაღლეები, იგივე სიმაღლეებზე იქნებოდა საუბარი ზუსტად, მაგრამ აი რაც შეეხება ახლა A და C წვეროდან გავლებულს, კი, აქაც სიმაღლე იგივე არის, რომ აი ეს თუ არის რაღაც A1, ესეც იქნება A1. ტოლია, ხო, იმიტომ რომ პარალელური წრფეებს ნებისმიერი ორი წერტილიდან მანძილები, ანუ პარალელური წრფის ერთი წრფის ნებისმიერი ორი წერტილიდან მეორე წრფემდე მანძილები ერთმანეთის ტოლია, ხო? ოღონდ განსხვავება ის იქნებოდა, რომ
შიგნით კი არ გაივლებოდა, გარეთ მოხვდებოდა. ანალოგიურად C-დან მეორე სიმაღლე მოხვდებოდა საერთოდ ჩანს ახლა ასე გარეთ მოხვდებოდა, ოღონდ ეგეც იქნებოდა AB-ს გაგრძელებაზე. და ეგეც იქნებოდა A-შორი, ხო, ეს თუ A-შორია. ანუ გამოდის, რომ პარალელოგრამში კი გაივლება 4 სიმაღლე, ბოდიში 8 სიმაღლე, ხო, თითოეული წოროდან, მაგრამ სინამდვილეში ეს 8 მონაკვეთი, ამ 8 მონაკვეთიდან 4 ერთმანეთის ტოლია. ანუ A-დან გავლებული ეს სიმაღლე, B-დან გავლებული, D-დან გავლებული და C-დან გავლებული, რა თქმა უნდა, ერთმანეთის ტოლი იქნებოდა. ანალოგიურად ახლა D-დან გავლებული ეს სიმაღლე, ამის ტოლი იქნებოდა A-დან გავლებული სიმაღლე, აი CD-ს გაგრძელებაზე, ისევ ამათი ტოლი იქნებოდა, ხო, ანალოგიურად C-დან გავლებული სიმაღლე AB-ს გაგრძელებაზე რომ მოხდებოდა, ამათი ტოლი იქნებოდა. ანუ 8 სიმაღლე გაივლება პარალელოგრამში, მაგრამ 4 ერთმანეთის ტოლია. ახლა საინტერესოა, რას უდრის სიმაღლეებს შორის კუთხე. ეგ არის ძალიან მარტივი კონცეფცია, ძალიან მარტივი დასანახია, ეს არის მეზობელ წვეროსთან მდებარე კუთხის ტოლი. ანუ სიმაღლეებს შორის კუთხე, აი ეს იქნება ზუსტად იგივე, რაც მეზობელ წვეროსთან, ანუ რომელი წვეროდანაც გაავლეს სიმაღლეები, აი მის მეზობელ წვეროსთან რა კუთხეც არის, ის იქნება ამ წვეროდან გავლებულ სიმაღლეებს შორის კუთხე. აი პირობითად თუ შენ იცი, რომ მაგალითად ეს არის 30 გრადუსი, არის წველო ბევრი, აი B წვეროდან გავლებულ სიმაღლეებს შორის კუთხეც იქნება 30. ახლა რატო? მარტივი შესანიშნია ეგეც. ეს ხო მარტი კუთხეა, ეგეც ხო მარტი კუთხეა. და ანუ ამ ორი კუთხის ჯამი თუ არის 180 გრადუსი, თავისთავად აი ამ 4 კუთხეში B წვეროსთან და აი D წვეროსთან აქ რა კუთხეცაა, მათი ჯამიც არის 180 გრადუსი, ხო? და შესაბამისად გამოდის, რომ ეს იქნებოდა 180 მინუს ალფა. მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ D წვეროსთან მდებარე კუთხეს და A წვეროსთან მდებარე კუთხის ჯამი 180-ია და მაშინ გამოდის, რომ A კუთხემ D წვერო უნდა შეავსოს 180 გრადუსამდე. ანუ ესე იგი 180 მინუს ალფა 180-მდე რომ შეავსო, ალფა არ უნდა დავუმატო, ანუ კუთხე A-ც იქნებოდა ალფა. არის გამონაკლისი ამ შემთხვევაში ასე იგი მახვილი კუთხის სწოროდან გავლებული სიმაღლეების მომენტიც რა. ანუ თქვენ რომ ამ გარიყავით ახლა და გაგევლოთ სიმაღლეები A-წვეროდან, აი A-წვეროდან რომ გაგევლოთ სიმაღლეები, კი ეს მოხდებოდა გაგრძელებაზე, აქედანაც რომ გაგევლოთ სიმაღლეები, ესეც მოხდებოდა გაგრძელებაზე, მაგრამ მათ შორის კუთხეც ტოლია D წვერო ხო არის მეზობელი წვერო, აი მეზობელ წვეროსთან მდებარე კუთხის. და რატო? ეგეც მარტივი დასანახია, იმიტომ რომ თუ განიხილავდით აქ ამ შემთხვევაში ახლა ასე დიდ 4 კუთხეც, ამ დიდ 4 კუთხეში მოხდებოდა უკვე რომ აი აქ ეს 90-ია, ეს 90-ია და მაშინ A წვეროსთან და აი აქ მდგომი კუთხეების ჯამი დაყოფილიყო 180. ანუ A წვეროსთან მდებარე კუთხე თუ იყო ალფა, ეს იქნებოდა 180 მინუს ალფა. მაგრამ პარალელოგრამში თუ ეს კუთხე 180 მინუს ალფა, მაშინ ეს ხო ალფა გამოდის. ანუ გამოვიდოდა, რომ A წვეროდან გავლებულ სიმაღლეებს შორის კუთხე ალფა იქნებოდა მის მეზობელ წვეროსთან მდებარე კუთხის ტოლი. შესაბამისად, ახლა რომ მეუბნება, რომ აი 46-ში პარალელოგრამის კუთხეები არისო სიმაღლეებს შორის კუთხე 70-იო, გამოდის, რომ სიმაღლეებს შორის კუთხე თუ არის 70, აი ეს თუ არის 70, მაშინ ერთ-ერთი კუთხე 70 ყოფილა პარალელოგრამის, ხოლო მეორე კუთხე იქნებოდა 110 გრადუსი. უცესით ასე უნდა იყოს. იგი 47-დე ვნახოთ ახლა ჩვენ. გადავწოთ გალავი 47 ამოცანა. ABCD რომბში კუთხევიცით ერთი არის 20 გრადუსი. ახლა რომბს როგორ ხატავთ ხოლმე რა? უფრო ხშირად ხატავთ ასე.
სიტუაცია მიხოთ. ასე. და ეს არის 20 გრადუსი. ერთი კუთხე. იგი იყოს აწერ. მე ასეც შეიძლება იყოს რომბის დახატვა განსაკუთრებით თუ სიმაღლე არის გავლებული რომბში. ოღო, ნახეთ, ახსენეთ და გავლეს კიდეც. მოდი ასე დავხატოთ. აი, ეს არის 20 გრადუსი. ეგ რომბია რა, ანუ ყველა გვერდი ერთმანეთის ტოლია და აწეროდან გავლეს სიმაღლეები. ნუ მახული კუთხის წეროდან გავლებული სიმაღლეები რომშიც და სხვა პარალელოგრამშიც, ხო? გარეთ ხვდება მოპირდაპირე გვერდების გაგრძელებებზე. აი, აქ მოხდებოდა. შესაბამისად, BM და BN-ია, ხო? ხო, სიმაღლეები A და C გვერდებისადმი, ბოდიში. Sorry. ანუ B-წვეროდან იყო გავლებული სიმაღლეები. აი, მარტივი ამოცანა იზარდება ხოლმე საკითხვა. უცებ მინდა მოლევა და ეგ იწვევს პრობლემებს, ხო? B-წვეროდან იყო სიმაღლეები გავლებული, აქედან ასე და ეს არის B AD-ზე იყო BN და CD-ზე იყო BM. თუ პირიქით. აქ იქნებოდა M, აქ იქნებოდა N. იპოვეთ BMN სამკუთხედის კუთხეები. ანუ ჩვენ ვთხოვენ BMN. აი, ამ სამკუთხედის კუთხეებს. მოდი ახლა ერთ ძალიან პატარა ნახაზია და გავწელოთ. რა ხდება ახლა? რა ვიცით ჩვენ? მოდი x სიმაღლე რო აქ წავშლი. გაჩნდება, კი, წაიშალა. გავიწევდა. ნუ ამ ხაზებსაც წავშლი, ისედაც ვიცით რომ რომბია მოცემული. და მოდი ახლა სიმაღლე რო არის, აქედან დავწერავას, x სიმაღლეა, ხო? გავლებული იყო თავიდანვე სიმაღლეები. დაუქმები, ხო მარტივი მისახვედრია რომ ეს სიმაღლეები ტოლი იქნებოდა. იმიტომ რომ თქვენ რომელი წვრილოდანაც უნდა გაავლოთ რომში სიმაღლეები, რა თქმა უნდა, ისინი ყველანი, აი, 8 სიმაღლე, ხო, თითოეულიდან 2 სიმაღლე ხო გაივნება ერთმანეთის ტოლია, იმიტომ რომ აი ეს საკუთხედები ტოლია, მეგობრებო. რატო არის ტოლი? იმიტომ რომ რომბის მეზობელი გვერდები ტოლია და აი ეს ამის ტოლი იყო. რა თქმა უნდა, მოპირდაპირე კუთხეები ტოლია, რომბი პარალელოგრამია, ხო? გამოდის რომ სამი კუთხე ერთმანეთის ტოლი იქნება და ორი კუთხე თუ ერთმანეთის ტოლია, მესამე კუთხეც ტოლი აქვს და ორი კუთხე და მათი საერთო გვერდით ტოლია და შესაბამისად სიმაღლეებიც ტოლია. და თან სიმაღლეებს შორის კუთხე ხო გადმოდის პარალელოგრამის თვისებები, თუ პარალელოგრამში ხდებოდა ეგ, რა თქმა უნდა, რომშიც ხდება, რომ სიმაღლეებს შორის კუთხე მეზობელ წვეროსთან მდებარე კუთხის ტოლია. ანუ ეს 20 გრადუსი იქნებოდა. ანუ ეს 20 გრადუსია. ანუ რა გამოვიდა? გამოვიდა, რომ ეს ტოლფერდა სამკუთხედია, სადაც ერთ წვეროსთან მდებარე კუთხე არის 20 გრადუსი. შესაბამისად, დანარჩენ წვეროსთან მდებარე კუთხეების ჯამი თუ გვინდა, კუთხეები თუ გვინდა, 180 გამოვაკლებით 20 და გავყოფთით 2-ზე. ნუ შესაბამისად 160, 80, 80 იქნებოდა ეს კუთხეები. 80 და 80. კარგი, ხოჩა, გამთავრდა ამოცანა, ამოიხსნა. 42. ტოლფერდა სამკუთხედის ფერდი არის 12. ამ სამკუთხედის ფუძეზე მდებარე წერტილიდან გავლებულია გვერდების პარალელური ორი წრფი. მოვიღოთ ტოლფერდა სამკუთხედი. ასე.
ისე დავაწეროთ. BC, რომელი არის, ხო, აი არ არის დაკონკრეტებული ფერდების შემაერთებელი წვერო რომელი იყო. ნუ ვიცით რომ 12-ია ესე. კარგი ბატონო. გვერდები რა AB უდრის CD-ს და უდრის 12-ს. ამ სამკუთხედის ფუძეზე მდებარე წერტილიდან გავლებულია, ну, რაღაცა წერტილი, რადგანაც ახლა არ ვიკონკრეტებთ ჩვენ შუაში ნუ არ ვქოს და მაინც და მაინც, ну, რაღაცა იმ წერტილია და გავლებულია ფერდების პარალელური წრფე. მოდი, ჩვენ რო ვიცით ხოლმე სხვა ფერს ავიღებთ და გავავლოთ ახლა გავსვეს პარალელურს ასე, და აქედანაც ამის პარალელური წრფე ასე გავლებული. რაღაცა წერტილში კვეთს ხო მონიშნოთ ახლა ეს წერტილი ეს იყოს ეს იყოს აქ F. პარალელურობა რას მოიტანდა მეგობრებო, ხო? აი მოდი ახლა ME თუ პარალელურია BC-ს, აი ნახეთ როგორი სიტუაციაა. ასე იყო და შენ აქედან გაავლე პარალელური, ხო? აი ამ გვერდის. შესაბამის კუთხე ეს ხო ამის ტოლი იქნებოდა აუცილებლად. კი ბატონო. ანუ ეგ მოვიდოდა აუცილებლად, ხო? აი ეს კუთხე ამის ტოლი იქნებოდა. არ დაგვაუსწრეს რომ თავიდან მოცემული სამკუთხედი ტოლფერი და ამიტომ ესეც ერთხაზიანია, ხო? ანალოგიურად ახლა დააკვირდით აი ეგეც რადგან პარალელურია, აი ეს ხო, ABC, ანუ აქაც ეს კუთხე და ეს კუთხე ერთმანეთის ტოლი იქნებოდა. ანუ ესეც ერთხაზიანი. ესე იგი რა გამოვიდა? ეს პატარა სამკუთხედებიც ხო გამოვიდა ტოლფერი და ესეც კი გამოვიდა ტოლფერი და გამოვიდა. კი ბატონო. იპოვეთ მიღებული პარალელოგრამის პერიმეტრი. ანუ ესენი ჩვენ გთხოვენ ვისაუბროთ რომელ პარალელოგრამზე? აი ამ პარალელოგრამზე, ხო? ასე ამ პარალელოგრამზე ვილაპარაკოთ და კი პარალელოგრამი ამიტომ უპირდაპირ გვერდები ტოლია, მაგრამ უცებ გავუსწავლოთ ჩვენი ძველი ხელობა ლათინური პატარა ასოების შემოტანა, ეს თუ არის, ესეც ხო არის. ნახეთ, რადგან ეს პარალელოგრამია, მოპირდაპირ გვერდიც აიქნებოდა. ახლა დააკვირდით ეს თუ B არის, ესეც B არის და მოპირდაპირ გვერდიც, აი ესეც B იქნებოდა. მაშინ საძიებელი პარალელოგრამის პერიმეტრი რა გამოდის? არ გამოდის A პლუს B, A პლუს B, ანუ ორჯერ A პლუს B. კი, გამოდის. მაგრამ A პლუს B რა არის, მეგობრებო? A პლუს B 12 არ გამოდის? ანუ ფაქტობრივად ეს არის ორჯერ 12. ანუ 24. ნუ დასკვნა დღეს ახლა რამდენჯერმე ჩვენ დაგჭირდა რა სიტუაცია პარალელური წრფები არის გავლებული და ფაქტობრივად ვეძებთ ტოლ სამკუთხედებს. აი სამკუთხედის ტოლობის ნიშნები საკმაოდ აქტუალური იყო რა. და ეგ დიდხანს ხშირად იქნება ასე. უბრალოდ მე მეებზე თავს რომ გავივლით, იქ კიდევ უფრო ხშირად ტოლობის აღმოჩენას მეტი ხშირად მსგავსების აღმოჩენას შევეცდებით. გამიგზავნოთ 59 ნომრით. ის 49. ABCD პარალელოგრამის B ბლაგვი კუთხის წვეროდან AD გვერდზე დაშვებული მართობი AD გვერდ შუაში ყოფს. კარგი, მოდი დავხატოთ ახლა ესე იგი იყო პარალელოგრამი და ბლაგვი კუთხის წვეროდან იყო გავლებული სიმაღლე, ხო? B ბლაგვი კუთხის წვეროდან. აი და ასე არის. ვირა ცოტა რომ იღლება ჩემი კომპიუტერი, მე აქ გაგრძელებები გვიჭირს ხო? ეს იყოს აი B წვეროდან იყო სიმაღლე გავლებული, ხო? B ბლაგვი კუთხის წვეროდან AD გვერდზე, ახლა AD გვერდზე არის დაშვებული სიმაღლე, ასე
მოდი, ასები აწერია. აწერია ჩვენ დავაწეროთ ჩვენ თვითონ K, ხო? აი ეს სიმაღლე არის დაშვებული და AD გვერდს ყოფსო შუაზე. ანუ ეს ტოლი იქნებოდა ამისი. ახლა მაგალითად ძალიან იკითხება, რომ აი თუ შეაერთებდით ამას, მიიღებდით ტოლფერდა სამკუთხედს, ხო, იმიტომ რომ სიმაღლე თან მედიანა. ახლა შეიძლება ას დავჭირდეს, მოდი ნახოთ. დავაკვირდეთ. დეგვერდ შუაზე ყოფს. BD დიაგონალი 5-ის ტოლი. აჰა, აი თვითონ გავავლეს აგერ BD დიაგონალი. ეს არის 5-ის ტოლი. იპოვეთ AB გვერდი. მეტი არაფერი, ხო? დავთავრდე ხო ამოცანა ამოიხსნა, პრინციპში ხო დავინახეთ. აღნიშნულ სამკუთხედში სიმაღლე მედიანაცაა და შესაბამისად აღნიშნულ სამკუთხედი ტოლფერდაა და BD თუ არის 5, ესეც 5 იქნებოდა. მორჩა დავთავრდა. პასუხი არის 5, ხო? AB არის 5. ანუ 50.000-ს რაღაც იგივე ნახაზი აქვს და მოდი არ წავშე ნახაზ უბრალოდ რაც აქვს, აი ესე იგი მოდი ასე ეს თოლი არ ვიცით იქნება თუ არა ამიტომ წავშალოთ და აქ 5-ის 50, აი ასე დავწეროთ. ესე იგი ABCD პარალელოგრაფში BK სიმაღლეა, კუთხე ABK 30 გრადუსი, ABK ანუ ეს არის 30 გრადუსი, კანდი არისო 20. აჰა, ეს არის 20 სანტიმეტრია. იპოვეთ პარალელოგრამის გვერდები თუ პარალელოგრამის პერიმეტრი 76-ია. BK სიმაღლეა, კანდი 20-ია, კაი, ნუ რაც არის გავყვეთ აბა. ანუ P ABCD-ს ვიცით, ხო? დიდი პარალელოგრამის არის 76 და თხოვენ პარალელოგრამის გვერდები ვიპოვოთ, ანუ ვიპოვოთ AB და ვიპოვოთ BC. ახლა აქ პირველ რიგში, კი, საერთოდ ჩემი რჩევაა, რომ პერიმეტრზე რომ არის ალბათ სამკუთხედი, ოთხკუთხედი არა, მეხუთკუთხედი არ აქვს მნიშვნელობა. შემოიტანოთ ლათინური პატარა ასოები. თორემ ახლა აქ მაგალითად შეიძლება დაგენახათ, რომ აი ნახეთ 30 ამ სამკუთხედში ABK-ში მართკუთხაა და 30 გრადუსია კუთხის მოპირდაპირე კათედი, ეს ჰიპოტენუზის ნახევარი იქნებოდა. და შეგეძლოთ ასეც გიქნათ, აი მაგალითად ამას თუ დააწერდით, ეს ეგრევე 2-ა იქნებოდა, ხო? ვაუ, და ნახეთ რა გამოვიდა. პერიმეტრი რა არის? ერთ გვერდს დამატებული მეორე, ანუ ეს მთლიანად A+20 არ გამოდის? ანუ 200-ს დამატებული A+20, ხო, აი ასე, ეს ორჯერ რომ აიღო, იმიტომ რომ 200 პლუს A+20, აქაც 2-ა იქნებოდა, ქვემოთაც A+20, ეგ არის 76. ნუ 2 76-ზე რო შეგვეცოთ 38-ია, აქ 300 პლუს 20 არის 38 და ეგ შესაბამისად 3 არის 18, გამოვიდა 6. ანუ AB გვერდი რა იქნებოდა? AB გვერდი იქნებოდა 2-ჯერ 6, ანუ 12 და BC გვერდი რა იქნებოდა? BC გვერდი იქნებოდა 6 პლუს 20, ანუ 26. ხო? ვიპოვეთ პარალელოგრამის გვერდებიც. კარგი, გვიყოფა ახლა ამ ვიდეოში და შემდეგ ვიდეოში დაგიბრუნდებით 51-დან აუცანების განხილვას.